შენ რაებს ბოდიალებ, შენ მათხოვა რომ აიმუნოქალო. ჩამიგდი, აბა რა საბუთები გაქვს? შენ ნამდვილად გაქვს პროსტიტუციის დეპორტი. და ამიტომ არ ამბობ. ეხლა ისეთ პოსტებს დაგიწერ ჯგუფში, რომ გერმანიაში ცხვირს რომ ვერ შემოყობ. ვინა ხარ შენ? შენ მათხოვა რომ აიმუნოქალო. ემიგრაციიდან დაბრუნებული 55 წლის ქალი ახლა შანტაჟის მსხვერპლია. გერმანიაში მისი დამსაქმებელი რეპუტაციული ზიანის მიყენებით ემუქრება. ეკა ჭოჭუა ყვება, რომ დამსაქმებელი მას ღირსების შემლახავი პოსტების გამოქვეყნებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ წინასწარ ჩარიცხული ფულის დაბრუნება მოსთხოვა. ქალს, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, დაპირდნენ, რომ საბუთებს დაუმზადებდნენ და ლეგალურად მუშაობის უფლება ექნებოდა, თუმცა მოატყუეს. 400 ევრო აიღო რაღაც ყალ დოკუმენტზე და იმას სულ არ ედარდება მე დამასაქმებდა თუ არ დამასაქმებდა, თავისი მაინც აღებული აქვს იმას. ეს ბარათი რო არ მქონოდა სიტყვაზე იმის თქმით, სამსახურს ვერ დავიწყებდი. პირველ რიგში ეს ბარათი უნდა გამეკეთებია და სამსახური პრობლემა არ იყო მე ასე მითხრა. ბარათი აიღეთ მოგცათ? ბარათი ტელეფონში ჩამიგდო. ხელზე ქონდა? ხელზე არა. ბულგარეთის პირადობის არა, ხელზე არ მქონდა. სამსახური დაიწყეთ? არა. რომელი დათქმა შეასრულა ამ ორიდან? არაფერი, არც ერთი. და თანხას შეასრულა მარტო ის შეასრულა, რომ გამიკეთა ყალბი დოკუმენტი, მოვითხოვე თანხა და აქეთ რო შეურაცხყოფებს მაყენებს. დამსაქმებელი, რომლის აუდიო ჩანაწერები მტკიცებულებების სახით 55 წლის ემიგრანტის ტელეფონში ინახება, მისი თქმით ლილი მოფინაძეა. ხობის რაიონული სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა. მოფინაძემ მას აუხსნა, რომ აიდი ბარათის დამზადების შემდეგ მას გერმანიაში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებოდა. 400 ევრო მისი შვილის, ქობულეთის მკვიდრის მამუკა შიშმანიძის სახელზე გადაარიცხინა და დაპირდა, რომ ამ დოკუმენტის დამზადების შემდეგ მას გერმანიაში სამსახურსაც უპრობლემოდ მოუძებნიდა. მე თავიდან ესო მწოდნოდა, მე თვითონ მითხრა იმან, ისეთი დოკუმენტი არისო, სადაც გინდა იქ წახვალო. აგერ მე ვოისებში კიდე წერს. გამორიცხულიაო ამ დოკუმენტებით მუშაობსო, ხო აი ხმოვანი რომ ის რა თქმა ყველა ამ დოკუმენტით მუშაობსო. ეს მე გავიგე, მე რო გავხედე ახლა მაშინ მითხრა რომ ესო დოკუმენტი იქნებაო სრულყოფილი, არსად პრობლემა არ იქნებაო, ყველგან გამოგადგებაო. მე ეს რო თავიდან მწოდნოდა ყალბი იყო, მე ამას ხელს არ მოვკიდებდი. ლილი მოფინაძე ტელეფონზე არ გვპასუხობს. ჩვენ გვაინტერესებდა, რა ხერხით ამზადებს ის გერმანიაში ყალბპირადობის მოწმობებს და პირდება საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას. მისი შვილი კი, ვისთანაც ფულადი გადარიცხვები ხორციელდება, ადასტურებს, რომ დედას მხოლოდ ქართული საბანკო ანგარიშები აქვს, რომელსაც ის მართავს. დედა თქვენის ანგარიშებით თქვენ სარგებლობთ, ანუ ქალბატონი ლილის ანგარიშებით? კი. დასაქმებაში ეხმარება ხომ ემიგრანტებს? კი, რამოდენიმე მეგობარ ქალბატონს თუ ვიღაცას აუწია რეკომენდაცია. ბულგარეთის აიდი ბარათებს როგორ ამზადებს? ვისთან არის კავშირზე? არ ვიცი. თქვენ საიდან ეკავთ ოდიში? ჩვენ ტევაპირველი შაბათის ეთერიდან ბატონო მამუკა სალამი, თამთავარ დოლენჯაშვილი. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მე აზიარ ვარ. ამ სიუჟეტში გიყვებით გახლეჩილი ოჯახების შესახებ. გიყვებით იმ ემიგრანტების გასაჭირზე, რომლებიც საქართველოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით დიდმა სიდუხჭირემ ჩაიყვანა, რომ საკუთარი ოჯახებისთვის ლუკმა პურის ფულის სამშობლოში ობოლშვილებს, მოხუც მშობლებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრებს გადმოუგზავნონ. აქ გაჭირვება არის, ყველა ვიცით, რომ საქართველო არის ერთეულების. მე პირში და სამართლიანად ვიტყვი. მე არც ერთ პარტიას, არც ამას, ვინც მოდიოდა, ის კი არა, როცა მსახურობდი, არავინ არ იტყოდა, რომ ეკა შენ ამ პარტიას მიეციხმა იმ პარტიას. ჩვენ ვიცოდით, ჩვენი გასაკეთებელი, მე რა მქონდა, ეს ჩემი შინაგანი ის იყო და ვისაც მინდოდა იმას. პირიქით მე ესენი, აი ახლა ვამბობ, რომ ამათ მივეცი ხმა, ვინც არის ეხლა, მაგრამ ჩემთვის ესენი უკვე არაფერი არ არის ჩემი ოჯახისთვის. აი ისევ წვალობ, რომ აი გეუბნებით საქართველოში, აი ძიძად რო დავიწყო მუშაობა, სადმე რამე იმასაც ვერ იმავშვები, ვერ მივაღწიე. 2013 წლიდან 2025 წლამდე ემიგრაციაში საქართველოდან 291,000-ზე მეტი ადამიანი წავიდა. თუმცა ქვეყნიდან წასვლის გზებს ხალხი ამ დრომდე ეძებს.
ეს სოციალურ ქსელში გახსნილი ჯგუფია ქართველები ესპანეთში, სადაც ყოველდღე ნახავთ არაერთ პოსტს, სადაც მოქალაქეები ესპანეთში ჩასვლის და ლტოლვილად ჩაბარების გზებს ეძებენ, მათ შორის მიდიან მცირე ზლოვნებთან ერთად. მადრიდიდან უნდა წავსულიყავი, მაშინ ისეთი იყო, გზა იყო, აი დუბლიკატის თემა რო იყო და რაღაც მაგ დუბლიკატით უნდა წავსულიყავით და დავუკავშირდი ერთ-ერთ გადამყვანს, გრიშკა ქვია რა. დაიწყო საქმე. მარი ემიგრანტია. ის წლების განმავლობაში კანადაში წასვლის გზებს ეძებდა. სწორედ ასე შეხვდა ვინმე გრიშკას, რომელიც საქართველოდან გადამყვანად გაეცნო. მარი კანადაში წასვლის იმედით ესპანეთში ჩაიყვანეს, ფული გადაახდევინეს, ალოდინეს და ბოლოს უარი უთხრეს. ჩავედი მადრიდში, თვენახევარი ვიყავი მადრიდში, სასტუმროებში, უпростоრად. და ბოლოს მითხრა, რომ ეგ საქმე აღარ გამოდის, იმიტომ რომ რაღაცა დაიწვა თუ რაღაც ესეთი, არ გამოდის ეგ საქმე, მითხრა. მე ფული რომ მოვთხოვე, დამიბრუნე თქო, არ მინდა თქო რა, დამიბრუნე თანხა თუ არ გამოდის, ადამიანურად არანაირი კონფლიქტი, არანაირი და დამიბრუნე თქო თანხა, აღარც თანხა დამიბრუნა და რა ვიცი, ყველგან დამბლოკა. 43 წლის მარი თბილისიდან ახლა საბერძნეთშია. ის ათენში 7 სამსახურში დილის 6-ის ნახევრიდან ღამის 11-ის ნახევრამდე მუშაობს. ერთდროულად ამზადებს საკვებს, ალაგებს სახლებს და უვლის მოხუცებს. ის სესხი რომ გადაიხადოს, რომელიც გრიშკას კანადაში გადაყვანის სანაცვლოდ გადაუხადა. ჯამში $6,500. მაგას ადრეც ვეკონტაქტებოდი ამერიკის თემას და რაღაცნაირად მიმაჩნდა რომ სანდო იყო, იმიტომ რომ იქ წერდნენ რომ ბევრი ხალხი გადაყავდა კანადის თემაზე, როცა ჩავედი მადრიდში და როცა საუბრობდი და თავიდან რომ დამხვდა და მივედით სასტუმროში, ძალიან ისე რომ 100%-იანი გარანტიას რომ მაძლევდა და იმედი რომ მქონდა რომ ნამდვილად ჩავიდოდი. ბატონი გრიშას ანგარიში არ იყო, იმიტომ რომ თვითონ ანგარიში არ ქონდა და ჩამარიცხინა მის მეგობარზე, თავიდან ჩავრიცხე, საქართველოდან ჩავრიცხე TBC ბანკით $2,500 და შემდეგ რომ ჩავედი მადრიდში, ჩავრიცხე $4,000. მარი ყვება, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში ვალების პირისპირ აღმოჩნდა ემიგრაციაში, გაჭირვების გამო წასვლის კიდევ ერთი მსურველი ქალი. ერთად იყო ერთი ქალბატონი, ერთად ვიყავით ჩვენ. ის ქალბატონი იტალიაშია და არ ვიცი ახლა კონტაქტზე ჯერ არ გამოსულა ჩემთან. არა, მაგასაც არც მაგას არ დაუბრუნეს. იგივე თანხაზეა საუბარი. ზოგადად ესე ქონდა, ეგ მაგღირებულების იყო, ეგ გზა $7,500. ეგ ღირებულება იყო მაგ გზის, რომელსაც კანადის მიმართულებით $7,500 უნდა გავაფრენილიყავით ჩვენ დუბლიკატი საბუთი. რატო ეძებთ? გრიშკა ქვია ახლა, სახელი შეიცვალა და თაზო გრიშკა როგორ გახდა, ეგ მაინტერესებდა. ვიცი გრიშკა. არც ეგ სიტყვა, არც ეგ სახელი. თაზო ერქვა გორში? თაზო. ისე ბევრი გორელი წაიყვანა ამერიკაში. მთელი საქართველოს მიდის საზღვარგარეთ და ეხლა რატო არ კითხულობენ? კირეუბნებიან წადითო. გრიშკა ვიზეც ახლა ემიგრანტები საუბრობენ რეალურად თამაზ ქართველიშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი. სკოლა დაამთავრა. პირ პოლიციაში მუშაობდა. კაი, რას ლაპარაკობ? ადგილობრივ პოლიციაში მუშაობდა? რა კარგია თუ პოლიციელია და სამართალდამცავია. კანონები კარგად იცის. მამამისი მოიხშაობდა და მე მამა რო აღარ ყავდა, მე მუშაობდა. ბატონი ალექსანდრე, ხო, ქართველიშვილი? ხოლოცა და ეგ დამსახურებული პოლიციელი ესე იყო. მე ძალიან კარგი პიროვნება. გრიშკას, იგივე თამაზ ქართველიშვილს ჩვენ ვიდეოზარის საშუალებით ვურეკავთ. სად მუშაობდით, რომელ განყოფილებაში? საჯარო ხილობაში მუშაობდი 18 წლის ვიყავი, 19 წლამდე და განსაკუთრებულში მუშაობდი გორში 20-დან 20 წლამდე. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში? გრიშკა ადასტურებს და ამბობს, რომ ის მოქალაქეებს ვიზების დამზადება შეეხმარება და რომ ქალბატონებს ნამდვილად აპირდა კანადაში გასამგზავრებელი დოკუმენტების დამზადებას, თუმცა არ გამოვიდა. კანონოს საბუთები დაუმზადეთ ბატონ თამაზ, წარსულში სამართალდამცავი. კანონოს საბუთები არ დამზადებ. წინასწარ იცოდით, რომ ეს საბუთი არ იმუშავებდა, მაგრამ მაინც გამოვართვით $7,500 და მაინც დაუმზადეთ? მე წინასწარ ავუხსენი ქალბატონ მარიამს
რომ ეს გზა არ არის გამართლებული და ამ გზას არ გიჩვენებთ. ქალბატონო მარიამმა გადაწყვიტა რომ ეს საბუთი არის კარგი და მისთვის არის ეს ყველაფერი მიზანშეწონებული. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მის მეგობარი გადავიდა ამ გზით როდესღაც და ეხლა მან გარისკა. განიცოდა ძალიან კარგად რომ ეს გზა ლეგალური არ იყო და ეს გზა 99% იყო დამწვარი. რაც მთხოვ ის გაუკეთე. დაჭირვებამ საქართველოში ოჯახები გაყო. ემიგრაციაში წასულები საკუთარ შვილებს წლობით ვერ ნახულობენ. საპენსიო ასაკის მოქალაქეებიც კი ემიგრაციაში წასასვლელ გზებს ეძებენ. ხატიაშვილი ამბობდა, რომ 2 კვირა მაქსიმუმ 1 თვე გაგაჭეროთ. და ამ 1 თვის განმავლობაში მე ვიზრუნებ, რომ გამოგიყვანო. მე რომ გავიდა ეს 1 თვე, გავიდა თვე ნახევარი, არადა არ ჩაინიშნა სასამართლო, რასაც პირდებოდა, რომ ადვოკატის დახმარებით გამოიყვანდა და სასამართლო პროცესი დაეხმარებოდა. მე უკვე მითხრა ჩემმა შვილმა, რომ რაღაცა უნდა გააკეთოთ, რომ გამომიყვანოთ ციხიდან და ამისთვის დამატებითი ხარჯებია საჭირო. დაუკავშირდით ხატვიაშვილს, ველაპარაკეთ და ბონდს ეძახიან. ბონდი არის გირაოს, როგორც ჩვენთან რო გირაოა. ბონდის თანხა გაქვთო ჩასარიცხიო. ახალგაზრდა კაცის დედა, ვისი შვილიც 11 თვის განმავლობაში ამერიკის სამ ფედერალურ ციხეში მოხვდა. ყვება, რომ ამერიკაში მათ გადაყვანას გრიშკა, იგივე თამას ქართველიშვილი დაპირდა. მექსიკის საზღვრიდან შტატებში სამუშაოს მაძიებელი პირდაპირ ამერიკულ ციხეში მოხვდა. აუცილებელი იურიდიული დახმარებისთვის მათ დამატებით ფული მოსთხოვეს, რომელიც უკვე გრიშკას მეკობრის გიორგი ხატიაშვილის თანაშემწის სახელზე ჩაარიცხეს. $6,000 ადვოკატისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ადვოკატი სასამართლო პროცესზეც არ მისულა. სასამართლო ჩატარდა და დასრულებისთანავე დამირეკა ციხიდან ჩემმა შვილმა, რომ ახლა არ ჩარიცხეთო, საერთოდ ადვოკატი არ გამოჩენილაო. ეხლა ადვოკატი შეიძლება არ მივიდეს შტატიდან შტატში არ გადავიდეს, მაგრამ ონლაინ მაინც უნდა ჩაერთოს. და ონლაინ არ ჩაერთო მეთქი მკითხე და არაო აბსოლუტურად და მე მეორე სასამართლოზე უკვე თუ მესამეზე მოსამართლე დამცინო და შენ ადვოკატის გარეშე ხარო. აი, რაღაცა ჯგუფი ყავდა, როგორც ვიცი ხატიაშვილს, რაღაცა ოფისი იყო, საადვოკატო. სადაც აი ამ მომსახურებას ეწეოდნენ და ამას კურირებდა ხატიაშვილი. 22 წლის ბიჭმა ამერიკული ოცნების ასახდენად $10,000 დახარჯა. ამერიკის საზღვრამდე 5 ქვეყნის გავლით გრიშკა მიიყვანა. ციხეში მისთვის გიორგი ხატიაშვილს უნდა ეპატრონა, თუმცა ოჯახის თქმით მან ფული აიღო, მაგრამ ბიჭი ბედის ანაბარა მიატოვა. ფულებია $10,000 აღებული და გადაგდებული ყავს ეს ადამიანები. სად არის გიორგი ხატიაშვილი ახლა? ამერიკაშია, მექსიკაშია, ტიხუანაშია თუ სად არის? კანადაშია? რატო ნერვიულობთ გოგონა? იმიტომ რომ აი ესე თავხედურად მიიღებთ. თავხედურად კი არ გიღებთ. მე პატრონისთან მოვედი სახში. ეკას ნომერი მოდის. დარეკეთ. ზუსტადაც ნახავთ. დარეკეთ. მეტი აბა დარეკეთ. გიორგი ხატიაშვილი თემქაზე, იურიდიულ მისამართზე არც არასდროს ყოფილა. ის ახლა ტაილანდშია და მისი ვიდეო მიმართვებით თუ ვიმსჯელებთ, ის ემიგრაციაში მყოფ ხალხს კვლავინდებურად იურიდიულ მომსახურებას უწევს. პროკურატურის შეკვეთილი ის არის სიუჟეტია და უბრალოდ სირცხულია, რომ ხალხი გიცნობ, როგორც ეხა იმად რა ქვია, ვითომ ოპოზიციურ არხად არა და პროკურატურის იმებზე მუშაობთ. მე ვიღაცა მიკავშირდება საადვოკატოში უფორმებ და ის ადვოკატი სასამართლოზე არ გამოცხადება, რომელ სასამართლოზე არ გამოცხადა ადვოკატი. შეიძლება კი ბატონო, ვიღაცება წააგეს სასამართლო, დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ გენოცვალე ის რა ქვია, გარანტიას არც ადვოკატს, არც არავის არასდროს არ ვიცია. ეს ყველაფერი არ არის. კიდევ უფრო მძიმე ისტორიებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გვყვებიან. თაღლითია არენდოთ. ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ემიგრანტების სხვადასხვა ჯგუფებში არაერთი პოსტი იდება. კაც კი, რომელსაც ასობით ადამიანი თაღლითობაში ადანაშაულებს, მან უჩარ კონცელიძეა. გამომიგზავნა რაღაც საბუთები, შეავსეო ფული დაურიცხე. ხოდა როგორც ფული დაურიცხე, ეგრევე აღარ მიპასუხა, მიმაბლოკა ყველგან, ჯერ მაგის დედას. რა ვიცი, სულში ჩასაფურთხებელი ხალია, რომ ამის თანაშვილს ზრდის და დავიჯერო Facebook-ზე არ შესულა, რომ გამზრდელს აგინებენ, თუ რამე იქნება, დაიჭირონ, ჩასვან ციხეში. წამლის ფული გადაურიცხე. ემიგრანტების თქმით, მანუჩარ კონცელიძე მათ დამსაქმებლად ეცნობა. ემიგრანტებს ის სხვადასხვა ქარხნებისა და საწარმოების ლოკაციებს უზიარებს. ეუბნება, რომ კონკრეტული ვაკანსია სამუშაოს მაძიებარი ემიგრანტისათვის უკვე მზად აქვს.
სამუშაოს მაძიებარ ხალხს კონსოლიზისათვის მის პირად ანგარიშზე ასობით ევრო აქვთ ჩარიცხული, თუმცა სამსახური არ ჩანს. ვერ ჩივიან, რადგან დიდი ნაწილი გერმანიაში არალეგალი ემიგრანტია. ეს ადამიანი სახელთა გვარს იცვლის. სულ მანუჩარი არ არის, ხან გიორგია და ხან გიორგი მეტრეველია და ხან რა ვიცი. დებენ ვაკანსიებს, ძირითადად ეს არ არსებულ ვაკანსიებს და გეუბნებიან, გპირდებიან, რომ საქართველოსთან ვთქვათ 10 რიცხვში, სიტყვაზე 10 რიცხვში არის ეს ვაკანსია და ვითომ გიმზადებენ საბუთებს და ამ საბუთებისთვის სჭირდებათ 200, 300, ზოგი 400 ევრო. ეს ადამიანები რო ჩაურიცხავენ ამ თანხას, აიხსნება ახალი აკაუნტები, მაგალითად 2 წლის წინ 6 პატარა ბიჭი 20-დან 25 წლამდე ტყეში იყო დარჩენილი. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ კონცელიძეს არა მარტო ემიგრანტები ეძებენ, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებიც უჩივიან. ცოლზე ძალადობის მუხლით მის წინააღმდეგ საქმე საქართველოში უკვე აღსრულია. მისი შვილები და ყოფილი მეუღლე კი გერმანიაში, თავშესაფარში არიან. ჩვენი სახსრებით წაბრძანდა, ჩემი შვილის საცხოვრებელი რომ არ ქონდა, ჩაბარდა გერმანიაში, იქ დაიწყო თაღლითობა, ჩემ შვილს ფიზიკური ზეწოლა ქონდა ჩემ შვილზე, ასე ლაკონურად რო ვთქვა, სცემდა შვილების თვალწინ. ეს ზღვაში წვეთია იმ ქარტეხილიდან, რომელსაც შემოსავლის გარეშე მძიმე გაჭირვებაში დარჩენილი ხალხი სამშობლოდან შორს 1000-ობით კილომეტრზე გადის.